მთავრობის გადაწყვეტილებით მაღაროელები საგადასახადო შეღავათებით კვლავ ისარგებლებენ. რა მოთხოვნები აქვთ გაფიცულ მეშახტეებს და რატომ აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაში მათთვის ახალი არაფერია. აპირებს თუ არა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მაღაროელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას და აქვს თუ არა სახელმწიფოს ბერკეტი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის წარმოქმნილი დავის მოსაგვარებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროკურატურას გოგი თოფაძის განცხადებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. რა მოხდა სპეცუბნებზე და არის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები და რა საცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ. რატომ ალაპარაკდა ადვოკატი კობა კობახიძე ეგრეთ წოდებული კოკაინის საქმეში თედო კობახიძის მონაწილეობაზე 2 წლის შემდეგ და რა მიზნით ჩაიწერა ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან საუბარი რამდენიმე დღის წინ. და-ძმა კობახიძეები ნაციონალური მოძრაობის ახალ სცენარზე საუბრობენ. საღამომშვიდობისა, ეს 20:30-ია გადაცემის მოსმენა FM 98.1-ზე რადიო უცნობის საშუალებით შეგიძლიათ. მე მაგაც ინცაძე ვარ და ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. მაღაროელების გაფიცვის მე-12 დღე რატომ მივიდა საქმე გაფიცვამდე, რა პირობებში უწევთ მუშაობა მეშახტეებს და დაცულია თუ არა მათი შრომითი უფლებები 2030-ის შეკითხვებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის უფროსი ნინო ნიაური უპასუხებს. აქვს თუ არა სახელმწიფოს სამართლებრივი ბერკეტი ტყიბულში მდებარე პროცესის მოსაგვარებლად, რატომ აირჩია ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თანაგუნდელებთან წერილობითი ურთიერთობის ფორმა და არსებობს თუ არა კოლეგებს შორის კომუნიკაციის პრობლემა. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე დღეს 20:30-ში. მაღაროელებს დაკარგული საგადასახადო შეღავათები უბრუნდებათ. რას გულისხმობს შეღავათები და რატომ აცხადებენ მაღაროელები, რომ მათთვის არაფერი იცვლება. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი დეპუტატი გია ჟორჟოლიანი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მთავრობის გადაწყვეტილებით მაღაროელები საგადასახადო შეღავათებით კვლავ ისარგებლებენ, თუმცა ტყიბულში გაფიცვა გრძელდება. მთელი დღის განმავლობაში ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. აპირებს თუ არა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მაღაროელებისთვის ანაზღაურების მომატებას და სათანადო პირობების შექმნას და აქვს თუ არა სახელმწიფოს ბერკეტი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის წარმოქმნილი დავის მოსაგვარებლად. ირაკლი აკობია ისაუბრებს ტყიბულიდან მაღაროელთა 12-დღიანი გაფიცვის ბოლო დეტალებზე. ირაკლი, გისმენთ. შეხვედრა საკნახშირის ადმინისტრაციას, საკნახშირ ჯიაჯი ჯგუფის წევრებს, გაფიცული მეშახტეების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შორის დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა დღეს ტყიბულში. მთელი ახლხის განმავლობაში ტყიბულში საკნახშირის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი იყვნენ ის მეშახტეები, რომლებიც უკვე მე-12 დღეა პროტესტს გამოხატავენ და ხელფასების 40%-ით მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც შეხვედრის მიმდინარეობის დროს უჩანანუაშვილმა განუმარტა მეშახტეებს, კომპანია მზად არის შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მეშახტეებს გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომელიც კონკრეტულად ხელფასების 40%-ით მატებას უკავშირდება. უჩანანუაშვილის თქმით, კომპანია ასევე მზადაა განახორციელოს 2 თვის განმავლობაში რესტრუქტურიზაცია, თუმცა სახალხო დამცველის თქმით, მისთვის უცნობია, როგორ მოხდება ეს. მზაობა რომ მოგვარდეს რეალურად ეს პრობლემები, ამაზე თანხმობა მიღწეული არის. იგივე კომპანიის მხრიდანაც იყო აღიარებული, რომ იყო გარკვეული შეცდომები, გარკვეული დარღვევები და მნიშვნელოვანი არის, რომ გამოსწორდეს ზოგადად ეს პროცესი და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასრულდება კონკრეტული შედეგით. აქ საუბარი არის იმაზეც, რომ 2 თვის განმავლობაში მოხდეს გადახედვა ხელფასების და მოხდეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, მოდიფიცირება და რაღაც კონკრეტული შედეგის 2 თვის განმავლობაში მიღება. მეშახტეები უკვე მე-12 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ამ წუთებშიც იმყოფებიან საკნახშირის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ადმინისტრაციის შენობაში კვლავ მიმდინარეობს შეხვედრა გაფიცული მეშახტეების წარმომადგენლებსა და საკნახშირის ხელმძღვანელობას შორის. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს რა შედეგს გამოიღებს დღევანდელი შეხვედრა. კონკრეტულად უნდა გამოიტანონ საბოლოო გადაწყვეტილება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. კომპანია ჯერჯერობით არ მოდის ამ გადაწყვეტილებაზე თანხმობა. რაც შეეხება მეშახტეებს, ისინი მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში და კონკრეტულად ხელფასების 40%-ით არ მომატების შემთხვევაში პროტესტს ისევ განაგრძობენ.
მადლობ. დღებულიდან ირაკლი აკობია გვერდთვებოდა ამ თემას ჩვენ გადაცემის შემდეგ ნაწილში უკვე სტუმრებთან ერთად დავუბრუნდებით. ტყიბულში არსებული ვითარება ნახეთ რეპორტაჟში. მინდა რომ გამოვეხმაურო ტყიბულის მეშახტეთა გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით პრემიერმა ინფორმაცია ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებისაგან მთავრობის სხდომაზე მოისმინა. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დავაში სახელმწიფო მედიატორის ფუნქციას ასრულებს. ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურად არის ჩარეული მონაწილეობის ამ პროცესში და ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანები. მთავრობის სხდომაზევე გაირკვა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილი შეღავათებით მეშახტეები კვლავ ისარგებლებენ. ნოდარ ხადური განმარტავს, რომ სადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მეშახტეების შემოსავალი, რომელიც წლის განმავლობაში 3000 ლარზე ნაკლებია, კვლავაც 10%-ით დაიბეგრება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის დავალებით, საუბარი შეეხება ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მეშახტეებს, ვისაც ჰქონდა ეს შეღავათი ითვალისწინებდა 3000 ლარამდე წელიწადში არსებული შემოსავალი დაიბეგრება ისევ 10%-ით. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ერთ-ერთი ავტორი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მასზე მუშაობა გაფიცვებამდე ბევრად ადრე დაიწყო. ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე გაუქმებული შეღავათების აღდგენას მიესალმება, თუმცა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მე ვიქნები სიამოვნებით ერთ-ერთი მხარდამჭერი და ლობისტი ამ კანონპროექტისა, თუმცა ვერ დავკმაყოფილდები მხოლოდ იმით, რომ ეს შეღავათი იქნება მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული საგადასახადო შეღავათები უნდა გავრცელდეს ყველა მძიმე შრომით პირობებში დასაქმებულ ადამიანებზე. ამ საკითხზე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ მანამდე, ვიდრე ეს გაფიცვა მოხდებოდა. მთავრობასთან ჩვენ შეთანხმებულები ვართ, ინიციატორები, ვიცი რომ უმრავლესობაში ბევრი ადამიანი ამას მხარს უჭერს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში პარლამენტი მიიღებს ამ კანონს. მეშახტეებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება საკმარისი არ არის. ასე ეხმაურება ტყიბულში გაფიცული 1000-მდე მაღაროელის შეღავათების აღდგენას. აქციის მონაწილეების განცხადებით მათ საგადასახადო შეღავათები 2016 წლამდეც ჰქონდათ და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია. ძალიან კარგი არის რომ გაიგონოს ხალხის ხმა დაინახეს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გვაქვს GIG ჯგუფთან, რომ გაგვეზარდოს ხელფასები, რჩება ძალასში. კარგია, მივესალმები, რომ ეს დააბრუნოს, მაგრამ ეს გაკეთებული საქმე, თუ საქმის გაკეთებაზეა საუბარი, ეს გაკეთებული საქმე არ ქვია. ამას ქვია გაფუჭებულის ისევ ხელთავიდან გაკეთება. რა თქმა უნდა, ხელფასი და ყველაზე პირველი პრობლემა, მაგისი. ან კაც იმას ეუბნები, კიდე იგივე მიიღო და იყავი ყვაყვაფილი ჩემი თავრობის წარმომადგენელი, მაგრამ არაფერი არ მოხდება. ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქციას რამდენიმე სასურსათო მაღაზიად შეუერთდა. მათ მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ერთი დღით მუშაობა შეწყვიტეს. სოლიდარობას უცხადებს მეშახტეებს, შევაჩერეთ მუშაობა ვარ სავაჭრო ცენტრიდან. არავითარ ამ მუშაობა აღარ მიდის. მე და ჩემი მეგობრები ყველა უდგევართ ხალხ ტყიბულის მეშახტეებს და მინდა რომ მათი მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. ტყიბულის ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღაროების თანამშრომლები მე-12 დღეა გაფიცულები არიან. საქართველოს სოფლების გაზიფიცირების მესამე ეტაპის 60 სოფლის 8000-მდე აბონენტი და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარი, რომელიც სოფლებს შეეხება ინიციატივა და როდიდან დაიწყება სამუშაოები, რა შესაძლებლობებს მისცემს გაზიფიცირება საკურორტო ზონის მოსახლეობას და როგორ ხვდებიან ადგილობრივები მთავრობის გადაწყვეტილებას. გენო სიყმაშვილი გიამბობთ. კომუნისტებიდან დაწყებული მეთქი სუმეს მის რომ უნდა გამოსულიყო გაზეთი და დღევანდელამდე არაფერი არ არჩევს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი სკრა. ეს ერთ-ერთი დასახლებაა, რომელიც გაზიფიცირებული არასოდეს ყოფილა. აქ ადგილობრივები გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად დღემდე შეშას იყენებენ. აქაურები იმაზეც უხან, რომ მეზობელი სოფლებისგან განსხვავებით ბუნებრივი აირი მათთვის ფუფუნებაა. ძალიან უჭირს სოფელს შეშის დამზადება, ალბათ 5-6 კაცია საჭირო რომ დასამზადებლად ჩამოიტანონ, შემდეგ მას ზედმეტი ხარჯები უნდა დახერხვა, უნდა მას რაც ზოგიერთს არც აქვს იმის სახსრები, რომ ეს გააკეთოს და ბევრი მოსახლე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის გათბობის გარეშე. ეს კი უკვე დაბა აბასთუმანია. შეშა აქაც პოპულარულია, რადგან ბუნებრივი აირი არც აქ არის. პავლე ზაზაშვილი კი აბასთუმნელი ბიზნესმენია. საკუთარი საოჯახო სასტუმრო აქვს, თუმცა ამბობს, რომ დაბაში გაზის არარსებობის გამო ტურისტებს შესაბამის კომფორტს ვერ უქმნის, რის გამოც მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვე მუშაობს. იგივე პრობლემები კი კიდევ ერთ ისტორიულ სოფელ გელათსაც აქვს. გელათელები იხსენებენ, რომ ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში სიცივის გამო უკან გაბრუნებულან. ყველაფერნაირად ვართ დენზე დამოკიდებული.
სამწარში გვიჭირს, გვაქვს კუხნა, დენი, ზე დამოკიდებული გათბობა, წყლის გათბობა, ყველა აბსოლუტურად ყველაფერი დენზე გვაქვს. ამიტომ დენიც არაა. ადამიანები რეკავენ გათბობა რაზე გაქვთ, რითი შეგვიძლიათ რომ გავთბეთ. და მეუნებით ღუმელები და შეშით. ღუმელები და შეშით ცოტა რთული არის კომფორტის შექმნა. მთელი ღამე შუაღამემდე ხო ვერ გენთება და ადამიანის მოსვენება გინდა და ესეთი რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღესვღებულობთ გადაწყვეტილებას 20 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. 20 მილიონი ლარი. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს თანხა ბიუჯეტიდან სწორედ სოფლების გაზიფიცირებისთვის გამოიყოფა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით 21 მუნიციპალიტეტის 8000-მდე აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით კი რეგიონში მოთხოვნა ბუნებრივ აირზე იმდენად მაღალია, რომ 20 მილიონი ლარის საკმარისი არაა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ. ეს არის 21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის მაგალითად შემიძლია ვთქვა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი და ასე შემდეგ. მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ ისტორიული მნიშვნელობის პროექტებია. მოთხოვნა არის იმაზე მეტი, ვიდრე 20 მილიონი ლარის სამუშაოები, გაცილებით მეტია მოთხოვნა, თუმცა დეტალურად იქნება გავლილი დეპუტატებთან, დეტალურად იქნება გავლილი შესაბამის სამსახურებთან, თუ რის მიხედვით უნდა იქნეს არჩეული ეს სოფლები, რადგან ძალიან დიდია მოთხოვნა გაზიფიცირების. სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო, თუმცა სანამ განკარგულება ოფიციალურად არ გამოიცემა, უცნობია პროექტის დაწყების ზუსტი თარიღი და ის კონკრეტული სოფლები, რომლებშიც პირველ რიგში შევა ბუნებრივი აირი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შეასრულებს, რომელიც საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს. გაზიფიცირების ეს მესამე ეტაპია. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით 2014-2015 წლებში იგივე პროექტით 52000-მდე აბონენტს მიაწოდეს ბუნებრივი აირი. ადვოკატ კობა კობახიძის ბრალდებებს დაძმა კობახიძეები ბრალდებითვე პასუხობენ. პარტია ქართული ოცნების ყოფილი იურისტი კობა კობახიძე 2 წლის შემდეგ ეგრეთ წოდებულ კოკაინის საქმეში თედო კობახიძის მონაწილეობაზე საუბრობს. მანანა კობახიძე კი ეგრეთ წოდებული კოკაინის საქმის მსჯავრდებულების მსგავსად ადვოკატ კობა კობახიძეს ნაციონალური მოძრაობის ახალი სცენარის ნაწილად მოიაზრებს და იხსენებს, რომ ის ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ზურაბ მიქაძის ადვოკატია. გარდა ამისა, მანანა კობახიძის თქმით, კობა კობახიძე განაწყენებულია, რადგან დეპუტატის ინფორმაციითვე ადვოკატ მთავარი პროკურორის ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება სურდა, რაც არ გამოუვიდა. კოკაინის სკანდალის გაგრძელება კი ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში. ეგრეთ წოდებული კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი მათის საქმის ყოფილ ადვოკატს კობა კობახიძეს ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც ალეკო ელისაშვილს პოზიციები შეუსუსტდა, ნაციონალებმა შეწყალების საქმის გააქტიურება კობა კობახიძის დახმარებით სცადეს. სწორედ ამ გეგმას უკავშირებს ბოჭორიშვილი 6 დღის წინ კობა კობახიძის მიერ ანასტასია ზაუტაშვილის დედის ფარულად ჩაწერას და განცხადების გაკეთებას. დაურეკა ანასტასია ზაუტაშვილის დედას და შეეკითხა, რომ აი თქვენ ხო გადმოგცა სრულად თანხა და ვინ გადმოგცა თანხა და აი მაშინ ჩაიწერა, რომ თანხა მიიღეთ, როგორც გადავეცით, შევიტანეთ სამში თანხა დაგვიბრუნა უკან მანანას ოჯახ. აი ამის ჩაწერა უნდა. ნუგზარ ბოჭორიშვილი არ უარყოფს, რომ მათმა ყოფილმა ადვოკატმა, რომელიც საქმეში მანანა და თედო კობახიძეების რჩევით ჩაერთო, გადახდილი ჰონორარი 6200 ევრო უკან ჯერ კიდევ 2 წლის წინ დააბრუნა. განმარტავს, რომ ახალ ადვოკატს არ იცნობდა და თედო კობახიძის შუამდგომლობით ფულის უკან დაბრუნებაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს. მისთვის შეკითხვებს ის ფაქტი იწვევს, რაში დასჭირდა ადვოკატს 6 დღის წინ ჩაეწერა 2 წლის წინანდელ ამბავზე ზაუტაშვილის დედა. საქმეზე მსჯავრდებულმა ანასტასია ზაუტაშვილმა იბერიას ეთერში დაადასტურა, რომ კობა კობახიძისათვის 75,000 ევროს გადახდაზე საუბარი არ ყოფილა. ეს კაცი მოვიდა, ჯერ იყო და მოვიდა და პახმელი რა იყო, მეცხარი რანაირი მოდიხარ მეცხარი ციხეში და პახმელიაზე ვარო, ნუ გუშინ ქორწილი. მე გაერკვა რომ სუსვავს ეს კაცი. 5 თვის განმავლობაში სულ არის ორჯერ შემოსული ჩემთან. მეცადეთ მე დაურეკე და ატმოსული არ დაგინახო, იმიტომ რომ ეგ იცავდა, მე რომ ნახე ტელევიზორში ვის იცავდა ეგ იცავდა ყავასაკაშვილის ერთ-ერთ პოლიციელს იცავდა.
კობა კობახიძემ ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან ჟანა მესუმიანთან 19 თებერვლის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლითაც მესუმიანი udasturებს, რომ 2 წლის წინ გადახდილი ადვოკატის ჰონორარი უკან სწორედ თედო კობახიძის მეშვეობით დაუბრუნდათ. თქვენ თედომ თქვენ დაგიბრუნათ თუ არა? თუ ნაწილი დაგიბრუნათ? აი 6200 კი. 5000, აი ეს მაინტერესებს. არა, აბა ბოლომდე. ბოლომდე 6200 და მაგან მოგიტანათ თუ სხვა მოგიტანათ? იაბლა, ილათეთ და ლათეთ. ადეს. კობა კობახიძეს მიაჩნია, რომ ამ ჩანაწერით თედო კობახიძის ბრალეულობა იკვეთება. ვინაიდან მას როგორც საჯარო მოხელეს მსგავს საქმეებში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით თედო კობახიძე 2014 წელს უკვე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. კობა კობახიძე ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებას უარყოფს და დაგვიანებულ განცხადებას ალეკო ელისაშვილის დაცვის სურვილს უკავშირებს. თვითონ ანგელოზებად მიეჩნდათ თავი და ის გამოიყვანეს სრულ დამსმენად და ცილისწამებლად. ამ ზუსტად საზოგადოებამ რომ გაიგოს ამ კუთხით რა იყო სიმართლე, მე ჩემი რაც ვიცოდი ის მოახსენე. მანანა რახანა ამბობს რომ მე ნაციონალების მხარეს გადავედი, ეს საიდან გამომდინარეობს, რახან მე ბუტარობაქიძის საქმეზე მიხაძეს ვიცავ? მე ყაჩაღებსაც ვიცავ, მაშინ ყაჩაღი ვარ? მანანა და თედო კობახიძეები კობა კობახიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და მის გააქტიურებას ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. მას შემდეგ რაც იგი ქართული ოცნების ოფისიდან, ესე ვთქვათ, ბატონი დავით საგანელიძის და ჩემი მხრიდან იქნა გაშვებული, ესე ვთქვათ, ეს ადამიანი აღმოჩნდა უკვე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრების, ესე ვთქვათ, დამცველი. არ ვიცი ხა ამ ყოფილი პოლიციელებისგან, ყოფილი ზონდერებისგან თუ ვინც არიან ის ადამიანები, ვისაც სამწუხაროდ ძალიან მძიმე დანაშაულში მიუძღვის ბრალი, რა შეპირება აქვთ, რა ასე ვთქვათ მათი მხრიდან რა წახალისება მიდის ამ საქმისა, ძალიან ცუდად მენიშნა ის მიდის გაზეთში, რომლის როგორც რედაქტორი, როგორც ვიცი, გახდათ გოხკა გაბაშვილის ყოფილი მოადგილე. კობა კობახიძის ინფორმაცია აღმოჩნდება თუ არა გამოძიებისათვის სერიოზული მტკიცებულება მომავალში გამოჩნდება. მთავარმა პროკურატურამ ეგრეთ წოდებული შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კობახიძე დაკითხვაზე დაიბარა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პროკურატურამ ამ მუხლი დაიწყო ძიება საგარეჯოში ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით. არის თუ არა ძიება თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ უწყების პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. სწორედ თავდაცვის მინისტრია ის მაღალჩინოსანი, ვისაც დეპუტატი გოგი თოფაძე საგარეჯოს სპეცუბნებზე არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ პროკურატურას საჯაროდ მიმართა დაინტერესდეს დეპუტატის ბრალდებები და გამოიწვიოს კანონმდებლის განცხადება კონკრეტულ ფაქტებს ემყარება თუ მხოლოდ ცილის წამება. ანა ბროლაძე გაგაცნობთ დეტალებს. არ მაინტერესებს. თინა ხიდაშელი გოგი თოფაძის ბრალდებებს უკვე მერამდენეთ უპასუხოდ ტოვებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროკურატურაში საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. გახდა თუ არა ამის მიზეზი დეპუტატის საჯარო ბრალდებები და არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობის დღევანდელი მიმართვა. ირაკლი შოთაცის უწყებაში არ აკონკრეტებენ. ძიება კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. ბატონი თოფაძე არის ფრაქციის თავმჯდომარე, ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი და ის საუბრობს კონკრეტულ სიცილსამართლის დანაშაულზე. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის ცილის წამება თუ აქ საქმე გვაქვს არჩევნების გაყალბებასთან. საგარეჯოს არჩევნებს საერთაშორისო გამჭვირვალობის გარდა სამართლიანი არჩევნებიც აკვირდებოდა. ორივე ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არჩევნებმა მშვიდად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. 2030-ის რესპონდენტების თქმით, გოგი თოფაძე სპეცუბნებზე საუბრობს და იქ მუშაობის საშუალება მათ არ ჰქონიათ. აქ პრობლემა არჩევნების დღის მიმდინარეობაზე არ არის, ანუ ბატონი გოგი რა კითხვასაც სვამს, ეს კითხვა ეხება რამდენად სწორად შეიქმნა საერთოდ იქ სპეცუბანი და რამდენად შეიძლება და კონტროლი იმისა, მაგალითად იმ სიის ეს ადამიანები აკმაყოფილებდნენ თუ არა იმ პირობას, რომ ჩასმული ყოფილიყვნენ სპეცუბნების სიაში. გოგი თოფაძის მსგავსად თინა ხიდაშელის დანაშაულზე საუბრობს ირმა ინაშვილიც, რომელიც საგარეჯოს არჩევნებში კოალიციის კანდიდატის თამარ ხიდაშელის კონკურენტი იყო. არჩევნების წაგების შემდეგ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა შედეგები მუხროვანი სპეცუბნის ხმებით გააყალბა. თინა ხიდაშელის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციურმა პარტიამ კანცელარიასთან შიმშილობაც კი დაიწყო. ირმა ინაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. გვაქვს რა თქმა უნდა კონკრეტული ფაქტებიც, მტკიცებულებებიც, მაგრამ
მე ამაზე ვისაუბრებ გამოძიებასთან, ასევე არიან ცოცხალი ადამიანები, რომლებიც მისცემენ კონკრეტულ ჩვენებებს. საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებაზე კომენტარი შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულმა თამარ ხიდაშელმაც გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თავის დროზე ეს ქალბატონმა იმაინაშვილმა გაასაჩივრა და ორივე ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ სპეცუბანი შეიქმნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შემდეგ ასევე ამ სპეცუბნის შედეგების გადათვლა მოხდა საოლქო კომისიაში და ესეც ორჯერ გასაჩივრდა ორი ინსტანციის სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე გამოსაძიებელი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის და გამოძიება კიდევ აუცილებელია, არც ამის საწინააღმდეგო გვაქვს არაფერი. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს სასამართლომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გასცა პასუხი. ასეთია ქართული ოცნების ლიდერთა პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გოგი თოფაძის განსხვავებულ შეხედულებაზე პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ. პოლიტიკურად თუ ვინმე ეს გამოიყენა და შეეცადა რომ მოეხდინა ხელისუფლების დისკრედიტაცია, ეს მათი პოლიტიკური მიზანი იყო, ამას ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით, მაგრამ თავად ფაქტი არ არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დამატებითი შეკითხვები აღარ აქვთ. ამ თემაზე უპირველეს ყოვლისა საუბარი პოლიტიკური საბჭოს ფორმატში უნდა კონდეს. ვფიქრობ, რომ უფრო შორს აღწევა ამ კონფლიქტის განვითარება. უმრავლესობის ლიდერების სურვილის მიუხედავად საკითხის განხილვა უფრო შორს წავიდა. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს შეკითხვას პასუხი, რა მოხდა საკარეჯოს არჩევნებზე. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საჭიროდ არ ჩათვალეს. რამდენიმე წუთის წინ პროკურატურის მიერ საკარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმაც გააკეთა, რასაც 2030 პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. კამპანია, რომელიც ქვეყანაში ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს, კოალიციის წინააღმდეგ, ეს არ არის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ კამპანია, ან რომელიმე პარტიის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი პროდასავლური ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის საწინააღმდეგო კამპანია, ბინძური მეთოდები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაცილებით უფრო სამარცხვინო მეთოდების და სამარცხვინო კამპანიის მომსწრეები გავხდებით შემდეგი თვეების განმავლობაში საარჩევნო წინასაარჩევნო პერიოდში. მინდა მოუწოდო პროკურატურას, რომ რაც შეიძლება ფორსირებულად იმუშაოს, ეფექტურად იმუშაოს, თუ რამე კითხვები არსებობს, ამ კითხვებზე გასცენ ამ ადამიანებს პასუხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი ილუზია არ მაქვს, რომ მათ სინამდვილეში სიმართლე აინტერესებთ, მაგრამ ამასობაში ჩვენ ქვეყანა ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ეს ბინძური კამპანია ყოველ შემთხვევაში იმ მასშტაბით და იმ ფორმით, რაც ხელისუფლებას მოეთხოვება დასრულდეს. თანამშრომლობას არ ვაპირებ, მე როგორ უნდა ვითანამშრომლო, მე ჩვენ თუ რამე დოკუმენტები იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო გაგზავნის, თუმცა ყველა დოკუმენტი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, რომელსაც ქართული დელეგაციაც ესწრება. სესიის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის თბილისში დაგეგმილი ზაფხულის სესია. ზამთრის სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელთანაც 2016 წელს საქართველოში გასამართ საპარლამენტო არჩევნებსა და ასევე ამ პროცესში ეუთოს მონაწილეობაზეც ისაუბრეს. თამარ ციკლაური ისაუბრებს ვენიდან. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში ქართული დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანთან. ბუნებრივია, ორივე შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა შეეხებოდა ზაფხულის სესიას, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს, თუმცა გარდა 2016 წლის ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიისა, ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანთან შეხვედრის ქართული დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. ჩვენ შეხვედრების დასრულების შემდეგ საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მან ჩვენთან საუბარში ძირითადად ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში. თქვენმა პოლიტიკოსებმა ზუსტად იციან რა სიტუაციაა დღეს. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ მითითებები მოგცეთ. მე მათ ვენდობი და დარწმუნებული ვარ, ჩემი მითითების გარეშე მიაღწევენ წარმატებებს. ჩვენ ვგეგმავთ სადამკვირვებლო მისიას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანების უფლებების კუთხით ეუთოს ფარგლებში. თქვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა ძალიან ადვილია და იმედია მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება უკვე იმ საკითხებს, თუ რა საკითხებზე იმსჯელებენ და გაიმართება დებატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე თბილისში, ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ მთავარ საკითხებს შორის მოხდება გამოწვევები, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიას დაესწრებიან რუსული დელეგაციის წევრებიც, ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ რუსული დელეგაციის მისამართით არსებობს ბევრი კითხვა, თუმცა ეს კითხვები არ არის მხოლოდ საქართველოს მხრიდან, ეს კითხვები აქვს სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, მაგალითად ეს შეეხება სირიაში და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც, ასევე ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით არ არის გამორიცხული, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რა თქმა უნდა, ქართული მხარის მხრიდან საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენასთან დაკავშირებითაც. მისიის თემა რა თქმა უნდა იქნება რა მოდალობა შეიძლება იყოს შემოთავაზებული, იმიტომ რომ შესაძლებელი რაღაც სხვა ფორმით მოხდეს ეს ამის ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში ეს საკითხი ვერ გადაწყდა, ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ამას, საქართველოს ჭირდება, როგორც მის ტერიტორიულ საკითხებს, ასევე მის შიდა დემოკრატიის საკითხებს, ეუთოს ჩართულობა, ეუთოს წარმომადგენლობა და რა თქმა უნდა დადგება არჩევნების და საერთოდ საარჩევნო გარემოს სწორად მოწყობის თემა, რა თქმა უნდა დადგება ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის აუცილებლობის მნიშვნელობა და რა თქმა უნდა რუსეთთან თქვათ ამ რთულ ფონზე გაიმართება ჩემის აზრით ანალოგიური დებატები, თუ უფრო ცხარი არა, რომელიც გაიმართა მაგალითად დღეს. წინასწარი კონსულტაციები საჭირო, მუშაობა საჭირო, რაც შეეხება რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის თემას, ამაზე დაინტერესებულია პრინციპში ამაში ეუთოს ყველა დელეგაცია, ზოგს სერიოზული საყდურები აქვს, ზოგს კიდევ უფრო სერიოზული. და მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველო არ არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ქვეყნის დედაქალაქი, ერთი ქვეყნის წარმომადგენელი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გარდა ქართული საპარლამენტო დელეგაციისა იმყოფებიან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რომლებიც იმ ტექნიკურ დეტალებს გადიან და მუშაობენ იმ ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ რა ფორმატში უნდა გაიმართოს უკვე თბილისში 2016 წლის ზაფხულში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია დროშები. საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას კი იუნკერთა მემორიალთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ლიკა ლელიშვილი იმ სანგართან და ასევე იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც 95 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ეს ტაბახმელაში მდებარე ნომერ მე-4 სანგარია. ის ერთადერთია, რაც 1921 წლის ბრძოლებიდან დღემდე შემორჩა. ისტორიკოსი დიტო სილაქაძე ამბობს, რომ იუნკერების სწორედ ამ სანგრის მეშვეობით საბჭოთა არმიის შეკავებას ცდილობდნენ. ეხლა ამ ტერიტორიაზე რაც ჩანს, აი იქით სულ სანგრები იყო, ქვემოთაც სანგრები იყო და მოწინააღმდეგე გვიტევდა ასე ვთქვათ, აი მიმართულებიდან ქვემოთ არის ოფლები ვაშლოვანი თელეთიკოდა და ამ მიმართულებიდან უტევდა მე-11 არმია თბილისის თავდაცვის ამ სექტორს. ღმერთორად დამბადე ქალათქალი უძლური რაღაცა საგანია კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. ეს ფრაზა 1921 წელს ფრონტის ხაზზე მყოფი სტუდენტის მარო მაყაშვილის დღიურიდან არის. 19 წლის მარო წითელი არმიის შემოჭრის დღეებში ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ის 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. მაყაშვილების შთამომავალი დღესაც ქართულ არმიაში მსახურობს. ერთ-ერთი პირველი ეს გაიქცა და ჩაეწერა ამ მოხალისეთა რიგებში. მთელი მისი ნათესაობა, ბიძები, ყველანი იყვნენ მოკლედ საქართველოს სამსახურში. იუნკერებმა და მათთან ერთად მყოფმა ქართულმა არმიამ მტრის შეტევის მოგერიება 6 დღე შეძლეს. 18 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურად ჰქონდათ სასტიკი ბრძოლები. იყო საოცარი გმირობის მაგალითები, როდესაც ხელჩართულ ბრძოლაში უწევდათ წასვლა და მთელი აი ამ 6 დღის მანძილზე ისინი ახერხებდნენ პოზიციების შენარჩუნებას. 95 წლის წინ რუსეთის წითელმა არმიამ სწორედ ამ ადგილას დახვრიტა 6 იუნკერი. მემორიალთან შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. იუნკერი დღეს ეს ტერმინი ჩვენთვის ნიშნავს პატრიოტს, გმირს, თავისი საქმის პროფესიონალს და ასევე კარგ მაგალითს ჩვენი ახალი თაობისთვის. იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასანთავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის მერე ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ. მნიშვნელოვანია, იმიტომაც რომ მუდმივად სანამ ქართული სახელმწიფო არსებობს და ორ ფეხზე დგას, გვახსოვდეს ეს დღე იმისათვის, რომ აღარასოდეს არ დაუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები. ეს არის გამარჯვების დღე, ისტორიული წარსულის, ჩვენი ქვეყნის სიამაყის და ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაკუთრებული აღნიშვნის დღე. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის გადაწყვეტილებით ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ დღეს სახელმწიფო დროშები ეშვება. ირანში საერთაშორისო სანქციების გაუქმების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში ერთმანეთს კონსერვატორი და ასევე რეფორმატორი პოლიტიკოსები დაუპირისპირდებიან. 26 თებერვლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შედეგებს განსაზღვრავს. სწორედ ამ არჩევნების შედეგებზეა დიდწილად დამოკიდებული ჰასან რუჰანის მიერ უცხოურ კომპანიებთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი ხელშეკრულების წარმატება. მზადება ირანის მეჯლისის არჩევნებისთვის. ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი. ირანის მეჯლისში 285 ადგილისთვის 6000 კანდიდატი იბრძვის. აქტიური საარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით არჩევნებზე მოქალაქეების მაღალ აქტიობას ელიან. თეირანში თითქმის ყველა კედელზე საარჩევნო პლაკატებია გაკრული. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკაა. ეკონომიკური პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს. ასევე უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს უსაფრთხოება. ამჟამად პარლამენტში 2/3 კონსერვატორი პოლიტიკოსია, თუმცა 50 დეპუტატი მეჯლისის სპიკერის ალი ლარიჯანის ხელმძღვანელობით ლიბერალთა რიგებს შეუერთდა. არჩევნებში რეფორმატორების გამარჯვებამ ჰასან რუჰანის რეფორმების კურსის გაგრძელებას უნდა შეუწყოს ხელი. რეფორმისტთა მთავრობის წარსული გამოცდილება სახეზეა. საბედნიეროდ ჩვენ წარმატებულები ვიყავით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ღვთისწყალობით ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ირანს შეუძლია კონდეს უმსხვილესი ეკონომიკა 2025 წლისთვის. ჩვენ ბევრი რთული საფეხური გავიარეთ. ეს არჩევნები გადამწყვეტია ეკონომიკისთვის. ახალ მეჯლისში კონსერვატორების პოზიციების გაძლიერების შემთხვევაში კი დასავლეთთან კონფრონტაციის პოლიტიკის დაბრუნებას არ გამორიცხავენ. ბირთვული შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსახლეობა ხედავს, რომ მთავრობა კაპიტალისტური სისტემისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება. ეკონომიკური ზეწოლა ძირითადად ქალებზე განხორციელდება. ჩვენ უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულები ვხდებით მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკა სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებელი გავხადეთ. არ არსებობს გეგმა ადგილობრივი მწარმოებლების დასახმარებლად. ირანელი ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით თეირანისათვის მრავალწლიანი სანქციების მოხსნის შემდეგ რეფორმატორებს არჩევნებში წარმატების უფრო მეტი შანსი აქვთ. სანქციების მოხსნის შემდგომ პერიოდში პრეზიდენტ რუჰანის უკიდურესად სჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა, რაც მას სანქციებისაგან გათავისუფლების შემდგომ არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რადიკალი კანდიდატები ხმების დიდ რაოდენობას ვერ დააგროვებენ. მეჯლისთან ერთად ირანის მოსახლეობა კონსტიტუციის მცველთა 88 წევრიან საბჭოსაც აირჩევს. სწორედ ეს საბჭო გადაწყვეტს, ვინ იქნება ირანის მომავალი სულიერი ლიდერი. ახლა რეკლამის შემდეგ მეშახტეთა გაფიცვა ტყიბულში. თემის დეტალები რამდენიმე წუთში დაგველოდეთ. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება გაფიცვის მე-12 დღე ტყიბულში. ცოდა თუ არა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფის ხელმძღვანელობამ აღაროელთა მოთხოვნების შესახებ პროტესტის დაწყებამდე და არსებობდა თუ არა სათანადო კომუნიკაცია კომპანიასა და თანამშრომლებს შორის, რა პირობებში უწევთ მუშაობა მეშახტეებს და დაცულია თუ არა მათი შრომითი უფლებები. 20-30-ის შეკითხვებს JIG ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის უფროსი ნინო ნიაური უპასუხებს. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო ნინო, მეშახტეების გაფიცვის მე-12 დღეს გამართული მოლაპარაკებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ჩვენი ინფორმაციით გაფიცვა გაგრძელდება. რას თავაზობდით მათ და საინტერესოა როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკვე სამომავლოდ. მოგესალმებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების საშუალებით ჩვენ გადავჭრით ბევრი პრობლემას, რომელიც დღეს მეშახტეებს აღელვებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული საკითხი, პრობლემური საკითხი, რომელსაც მეშახტეები აყენებენ დღეს და გულთან ახლოს მიგვაქვს, რა თქმა უნდა. ამისათვის არის ჩვენი წარმომადგენელი სწორედ იქ ჩასული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შორის მოლაპარაკებები შედგება.
ქალბატონო ნინო, დღეს ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველი და მისი ინფორმაციით, როგორც მან მოგვიანებით მეშახტეებს განუცხადა, მოხდება ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება გარდა ხელფასების მატების, ანუ ხელფასების 40%-ით მატების. ამის შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ? კი ბატონო, მე დავადასტურებ იმას, რომ ყველა საკითხი, რომელსაც აყენებენ მეშახტეები, იქნება განხილული და კანონის ფარგლებში მოქცეული. თუ კი რამე არის იქ, რომელიც კანონის ფარგლებს ცილდება, ეს აუცილებლად დარეგულირდება. და ჩვენ წავალთ ყველანაირ მოლაპარაკებაზე, ყველანაირი იმ საკითხის განხილვაზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებენ. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პირობები თუ შრომითი პირობები იყოს დაცული და რა თქმა უნდა, ჩვენ წავალთ ყველანაირ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების ყველანაირ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაჭრილი იქნას. ქალბატონო, ბუნებრივია, შრომითი პირობები მეშახტეების ამ დრომდეც უნდა ყოფილიყო დაცული, ეს ცალკე განხილვის თემაა, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე ჩვენი ჟურნალისტი გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთო ტყიბულიდან პირდაპირ ეთერში, რომელსაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდა მეშახტეებს, ანუ აქციის მონაწილეებს და ისინი აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის სწორედ ანაზღაურების მატება. შეგიძლიათ რამე კონკრეტული გითხრათ აი ამ საკითხთან და ამ დეტალთან დაკავშირებით? ამასთან დაკავშირებით ამ წუთას ჩასულია იქ ჩვენი წარმომადგენელი, GIG ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ესაუბრება, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქტივისტთა გარკვეულ ჯგუფს და განიხილავენ თითოეულ საკითხს, რომელიც ხელფასის მატებასაც ეხება მათ შორის, თუმცა ეს საკითხები არის საკმაოდ სენსიტიური თემა არის, ბუნებრივია ხელფასის მატება არ არის ესეთი მარტივი თემა. ამ საკითხს როგორც ფინანსურად, ასევე გრძელვადიან ვადებში განვიხილავთ ბუნებრივია და განვუმარტავთ ჩვენ თანამშრომლებს, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, ქალბატონო? როგორც უკვე გითხარით, ეს არის განხილვის საკითხი, არ არის ადვილი, ნებისმიერი ბიზნესის მწარმოებელი კომპანია ჩვენი ინფორმაციით ქალბატონო ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეშახტეებს თავაზობდით ორთვიან ვადას იმისთვის, რომ მართველი მენეჯმენტის ხელფასი გადახედილიყო და ამის შემდეგ თქვათ მეშახტეებს ხელფასი გაეზრდებოდათ. კომპანიაში საინტერესოა მართველი მენეჯმენტის ხელფასი იმდენად მაღალია, რომ მათთვის ხელფასების დაკლების ხარჯზე შესაძლებელია მეშახტეების ანაზღაურების ზრდა. რა თქმა უნდა, საკითხის ასე დაყენება არასერიოზულია, არ შეიძლება განიხილებოდეს ერთი ადამიანის ხელფასის დაკლების ხარჯზე მეორე თანამშრომლის ხელფასის მატება. ეს არის საწარმოო პროცესი, ეკონომიკური თუმცა რამდენადაც ჩვენთვის არის უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ ცნობილი, სწორედ ეს შესთავაზეთ მეშახტეებს დახურულ შეხვედრაზე. ბატონო, ვერ გავიგე შეკითხვა. სწორედ ეს იყო თქვენი წინადადება, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სწორედ ეს შესთავაზეთ მეშახტეებს დახურულ შეხვედრაზე. კი ბატონო, რასაკვირველია, გრძელვადიანად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, არ შეიძლება რომ ერთ დღეში და ორ დღეში მოხდეს ასეთი პროცესების გაანალიზება და გადაჭრა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიზავთ იმისათვის, რომ თუ კი იქ არსებობს რაიმე უსამართლობა, ეს სამართლიანობა აღდგეს. ქალბატონო ნინო, ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტების მუშების ინფორმაციით, მათ კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარი მოთხოვნების შესახებ გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში შეატყობინეს, თუმცა რეაგირება მათივე განმარტებით არ მომხდარა. რატომ მივიდა საქმე გაფიცვამდე? საინტერესოა, ანუ ხომ არ ფიქრობთ, რომ რეაგირება დეკემბერშივე რომ მომხდარიყო, საქმე აი აქამდე არ მივიდოდა და აქციებს არ მიიღებდით? კი ბატონო, ჩვენ ვაღიარებთ, რომ იქ არსებობდა გარკვეული კომუნიკაციის დეფიციტი. ბუნებრივია შესაძლებელი იყო, თუ კი ასეთი მოთხოვნები იყო მანამდე წარდგენილი, რომ ეს უნდა დარეგულირებულიყო მოლაპარაკების გზით და არ უნდა მისულიყო აქამდე, ამიტომაც ვართ ჩვენ ახლა ჩართული ამ პროცესში და ძალიან დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მანამდეც იყო დაყენებული და მას შემდეგაც დაყენდა. რადგან მე თვითონ ვიყავი ჩასული ტყიბულში, მე ვესაუბრე ამ ჩვენს თანამშრომლებს, მათი აღშფოთება ბუნებრივია, რომ ჩემთვის ძალიან გასაგებია მათი აღშფოთების მიზეზები. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია ეს საკითხები და ამიტომაც არის დღეს აქამდე მიყვანილი ეს საკითხები, თუმცა კარგი იქნებოდა ბუნებრივია, რომ ჩვენ შორის კომუნიკაცია მანამდე მომხდარიყო და საქმე აქამდე არ მისულიყო. რა გახდა კომუნიკაციის არარსებობის მიზეზი, რა იყო? შეგიძლიათ გითხრათ? ცოტა რთულია ახლა იმაზე საუბარი რა გახდა მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ ალბათ ნაკლები კომუნიკაცია ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის.
მეშახტეები ქალბატონო ნინო მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ასევე ზამთრის თბილ უნიფორმას. გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ კონკრეტულად როგორ გარკვეული მონახაზი ან გარკვეული მოლაპარაკებები თუ მიმდინარეობს მენეჯმენტში. ბუნებრივია. კი ბატონო, სოციალური მათ შრომით პირობებს რაც შეეხება, კომპანია მუდმივად ზრუნავს, თუმცა როგორც რადგან საკითხი აქამდე მივიდა, როგორც ჩანს არასაკმარისად და ჩვენ ამას ამ საკითხს კიდევ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით და ბუნებრივია რომ მათი პირობები თუ კი რამე არსებობს, მან ისეთი რაც შესაძლებელია რომ გაუმჯობესებული იყოს, მათ შორის სპეცდანსაცმლით უზრუნველყოფა, უფრო უზრუნველყოფა, მე ესე ვიტყოდი, ბუნებრივია ამ საკითხსაც განვიხილავთ და დადებითად გადავწყვეტ. რა იგულისხმება უფრო უზრუნველყოფაში? ისინი ხარისხსაც იწუნებენ. კი ბატონო, აი საკითხიც მაგას ეხება სწორედ რომ არსებობს რა თქმა უნდა სპეცდანსაცმელი, თუმცა როგორც მათ აქვთ პრეტენზია, ეს არის უხარისხო როგორც მეშახტეები, მაღაროელები ქალბატონო ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, აცხადებენ, მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ახერხებენ ამ სპეცდანსაცმლით მუშაობას და ის შემდეგ უკვე უვარგისი ხდება. ამ საკითხს მე ხო ვერც დაგიდასტურებ და ვერც უარყოფ, იმიტომ რომ ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად რამდენი დღის განმავლობაში უძლებთ მათ ეს სპეცდანსაცმელი, თუმცა ხო გეუბნებით, კიდევ ვიმეორებ, რომ თუ კი არსებობს იქ რაიმე პრობლემა სპეცდანსაცმელთან დაკავშირებით, ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი თანამშრომელი, როგორც სპეცდანსაცმლით, ასევე ყველა იმ სამუშაო იარაღით, რომელიც მათ ჭირდებათ მათივე ფუნქციების თქვა სრულყოფილად შესრულებისთვის. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, ეს როგორც მათი ინტერესია, ასევე არის ჩვენი ინტერესი და ჩვენ ყველაფერს ვიზავთ, რომ ეს შემაფერხებელი გარემოება არ არსებობდეს მათთვის შესრულებელ სამუშაოში. ქალბატონო ნინო, ასევე ძალიან საინტერესოა ჩატარდა თუ არა მოკვლევა მეშახტეების იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც სამუშაოდ შახტაში ჩასულ მუშებს გარედან კარს უკეტავდნენ, რადგან თუ ეს მართლაც ასეა ქალბატონო ნინო, სამუშაო უფლებების გარდა მათ მიმართ უკვე დარღვეულია ადამიანის უფლებები. ჩვენ წარმომადგენლები სწორედ ამიტომ ჩასულები არიან და ადგილზე მოკვლევას ახორციელებენ. არ გაქვთ ინფორმაცია მათ შახტაში ჩასვლის შემდეგ უკეტავდნენ თუ არა კარს? კონკრეტულად ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემ სამწუხაროდ. იქ ნამდვილად არსებობს რამოდენიმე გამოსასვლელი, თუმცა ვერ გეტყვით კონკრეტულად იმ კარზე, რომელიც იყო ტელევიზიით ნაჩვენები, ეს კარი არის ზუსტად ის კარი, რომელიც საიდანაც ხდება მეშახტეების ჩასვლა და ამოსვლა თუ სხვა კარია რომელიმე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქარხანას აქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია, ეს იყო ძველი ქარხნის ტერიტორია და იქ არსებობს დახურული სივრცეებიც და ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს გამოიყენება, ამიტომ მე ხა ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ მაგასთან დაკავშირებით და ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ კარზეა საუბარი. არ დაინტერესდით ამ დეტალით ქალბატონო ნინო. საკითხი იყო, ბუნებრივია, რასაკვირველია დავინტერესდით, სწორედ მაგას მოგახსენებთ, რომ ამჟამადაც ჩასულები არიან ჩვენ წარმომადგენლები და შეისწავლიან ამ საკითხს საუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. თუმცა ინფორმაცია ამ ეტაპზე ფაქტი არ გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენელი პასუხობდა, ახლა კი ჩვენ შეკითხვებს უკვე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი უპასუხებს, ელისო ჩაფიძე. ქალბატონო ელისო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ ქალბატონო ელისო, სახალხო დამცველის მონაწილეობით დღეს კომპანია საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ასევე მეშახტეების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები შედგა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუმცა მეშახტეები დამქირავებლის წინადადებებს არ თანხმდებიან, არ იზიარებენ, გრძელდება აქციები. თქვენ როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას და როგორ ფიქრობთ, უნდა დათანხმდნენ თუ არა მეშახტეები კომპანიის წარმომადგენლების იმ შეთავაზებას, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს? საღამო მშვიდობის ქალბატონო მაკა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ტყიბულში წყდება ზოგადად ქართული დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების დაცვის, სოციალური თანასწორობის ძალიან ბევრი საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ნამდვილად lucky strike, ანუ ბედნიერი დასასრულის გაფიცვა, რომლის შედეგადაც მოიგებენ დასაქმებულები და დაიცავენ საკუთარ შრომით უფლებებს, იმიტომ რომ ჩვენ გვიხდება ისეთ
საკითხებზე დღეს მსჯელობა, რაზეც მთელი მე-19 საუკუნეში ხდებოდა ალბათ ევროპულ ქვეყნებში გაფიცვები და ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, უნდა დათანხმდნენ თუ არა მუშები საწარმო პროცესის აღდგენას და მოლაპარაკებას. მე აქ ძალიან დიდი იმედს მაძლევს პირადად პრემიერის ჩართულობა, რაც გამოიხატა მისი დღევანდელი დაინტერესებით მეშახტეების აქციასთან დაკავშირებით, ის რომ ჯანდაცვის მინისტრი არის უშუალოდ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით საქმის კურსში. ასევე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა მაქსიმალური ნაბიჯები იმ კუთხით, რომ არც ერთი მეშახტის და არც ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანის ინტერესი არ დაზარალდეს და მათ შეუნარჩუნდეთ ის შეღავათები, რომლითაც სარგებლობდნენ 2016 წლამდე და რომლითაც ჩვენი ოპონენტები ასე სარგებლობდნენ, თითქოს ძირითადი პრობლემა ამ გაფიცვებისა იყო სწორედ ეს 100%-იანი დანაკლისი. საქმე ამაში არ არის. მეშახტეებს დღეისათვის აქვს 12 მოთხოვნა. ამ მოთხოვნების უმეტესობა გახლავთ შრომითი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგალითად ბიულეტენის ანაზღაურება, რაც დღევანდელ პირობებში არსებობს GIG ჯგუფისგან გამომდინარე დადებულ ხელშეკრულებაში მეშახტეებთან. ეს გახლავთ 7 დღე. მე ძალიან დაწვრილებით დავინტერესდი, რა ხდება სხვადასხვა საწარმოებში საქართველოში და ასეთი კაბალური პირობები არ აქვს, მე მგონი არც ერთი საწარმო დაწესებულების წარმომადგენლებს. ასევე მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება. მე სამწუხაროდ არ მესმოდა თქვენი სტუმრის საუბარი, მაგრამ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გასულ 4 შაბათს, ანუ 17 თებერვალს, როდესაც ჩვენ მათ შევხვდით მრგვალი მაგიდის გარშემო, მუშების თანდასწრებით, დასაქმებული ადამიანების თანდასწრებით, როდესაც მათ ისაუბრეს ბოქლომის დადებასთან დაკავშირებით, ისაუბრეს აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ისინი უკვე რამდენიმე ხანია, რაც ელმავალს ხელით დაატარებენ, ქვანახშირით დატვირთულს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, კერძოდ ბატონმა ბეჟან ბალავაძემ, რომელიც გახლავთ მოადგილე GIG ჯგუფისა და რომელიც ღირსების ორდენოსანი გახდა ასევე წელს მეშახტის დღეს, მან დაადასტურა, რომ ასეთი რამ ნამდვილად ხდება და იქ იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, GIG-ის წარმომადგენელს ქალბატონო ელისო ეს ინფორმაცია არ აღმოაჩნდა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იცით რა, ალბათ, როდესაც ისინი ამ ინფორმაციას გადამოწმებენ ასევე საკუთარ დირექტორატთან, რომელთანაც მათ აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მე იმედი მაქვს, რომ ისინი ბოდიშს მოიხდიან მაინც ამ ფაქტების გამო, იმიტომ რომ ასეთი რამე 21 საუკუნეში ყოვლა წარმოუდგენელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ჩახშობილი. გასაგებია. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ადამიანი შახტიდან განთავისუფლა ჩვენთან და ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციის გამო. იმის გამო, რომ ეს ადამიანები იყვნენ ქართული ოცნების საარჩევნო სიებში 2012 წლამდე პერიოდს ამბობ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. და ეს იდეა არა ეს მოხდა 2014 წელს და ეს იდეა მოდიოდა სწორედ იქედან გამომდინარე, რომ ტყიბული გახლავთ მეშახტეთა ქალაქი და სწორედ მეშახტეებმა, მე შეგნებულად არ ვამბობ მაღაროელს, იმიტომ რომ მაღაროელი არის სხვა ცნება, ჭიათურის მაღაროებია და ტყიბული შახტები. და სწორედ მეშახტეებს უნდა გადაეწყვიტათ ის პრობლემები, რომელიც დგას მეშახტეთა ქალაქის უკაცრავად რასაც ხადეთ, რომ GIG-ის თავიანთი სამუშაო სპეციფიკა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლები სწორად გავიგე მეშახტეებს იმისთვის, რომ არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, მხოლოდ ამისთვის და ამ მიზეზით. რამდენიმე ადამიანი განთავისუფლდა სწორედ ამ მოტივაციით, მე უფლებამოსილ პირებს მზადა ვარ მივცეთ ჩვენება ამასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად თქვათ ვის მიერ? სახელი და გვარი რომ გითხრათ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა თქმა უნდა. კონკრეტულ სახელებს და გვარებს ამ შემთხვევაში არ დავასახელებ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თვითონ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე. კარგით, მეშახტეების სამუშაო პირობებს რომ დაუბრუნდეთ, აპროტესტებენ, ეს ახალი ბუნებრივი არ არის, პირადად ჩვენ მედიის წარმომადგენლებსაც წლების განმავლობაში გვესმის ამ პრობლემების შესახებ და ისიც ფაქტია, რომ ეს პრობლემები ამ დრომდე არის მოსაგვარებელი. დღეს ტყიბულში მყოფმა სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქმე ეხება სოციალურ პრობლემას და არა დავას, ანუ კონკრეტულ საწარმოში დასაქმებულსა და დამსაქმებულს შორის. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვათ, რამდენად მასშტაბურია პრობლემა?
პრობლემა არის ძალიან მასშტაბური. დღეს ტყიბულში წყდება საკითხი, ზოგადად როგორ უნდა დარეგულირდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის ურთიერთობები. ის რომ მე-18-მე-19 საუკუნის მეთოდებით ეს ურთიერთობები არ უნდა დარეგულირდეს, ეს არის ფაქტი. ჩვენ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, მივდივართ ევროკავშირისაკენ და ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებული ადამიანის უფლებები, მისი ღირსება უნდა იყოს დაცული და ესენი არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, ისინი არ ახდენენ ცალკეული ინდივიდების გამოყოფას, თუნდაც საორგანიზაციო კომიტეტის სახით, იმიტომ რომ აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ შესაძლოა თითეული მათგანის წინააღმდეგ განხორციელდეს გარკვეული ქმედება. GIG ჯგუფი გახლავთ ტყიბულში მონოპოლისტი კომპანია, ფაქტობრივად მთელი ქალაქი არის მასზე დამოკიდებული, შესაბამისად მათ აკისრიათ არა მხოლოდ ქვანახშირის მოპოვებაზე პასუხისმგებლობა და ეს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებადი საქმიანობაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი კარიერი, საიდანაც ქვანახშირი მოიპოვება, მაგრამ ამ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე მისი დამქირავებლები, ანუ მოიჯარები და მენარდეები, როგორი კლიენტიც არ უნდა იპოვონ, ისინი ვერ შეძლებენ ქვანახშირის გაყიდვას. შესაბამისად, მათ აქვთ ქალაქის წინაშე ასევე მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებები. ეს ვალდებულებები მხოლოდ კონცერტების ჩატარებაში არ გამოიხატება სამწუხაროდ. ეს ვალდებულებები გამოიხატება სწორედ იმაში, რომ დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ შექმნილი არსებობისათვის ღირსეული პირობები, დასაქმებისათვის ღირსეული პირობები, მათ ექცეოდნენ როგორც ღირსეულ მოქალაქეებს ამ ქვეყნისა და შრომის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციის 30-ე მუხლით. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ეს, როგორც სამხრივი კომისიისათვის, ასევე შრომის კანონთა კოდექსისათვის, როგორ იმუშავებს ზოგადად მედიაციის ინსტიტუტიც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი. მე რა თქმა უნდა, როგორც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა, მალე გადაწყდეს საკითხი, განახლდეს მუშაობა. გასაგებია, ქალბატონო ელისო, დრო ძალიან ცოტა მაქვს და მინდა რამდენიმე შეკითხვა მოვასწრო უკაცრავად. ჩვენ გვინდა მუშაობა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. გასაგებია, ტყიბულელი მეშახტეების საკითხი გახდა თქვენივე თანაგუნდელების მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადებების კეთების, ასევე გიავერსკის, ირაკლი ტრიპოლსკის და გია ჟოჟოლიანისთვის ღია წერილის მიწერის საფუძველი. თქვენ მიმართეთ ბიძინა ივანიშვილსაც. რატომ აირჩიეთ ქალბატონო ელისო კომუნიკაციის ეს ფორმა? მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავდი და მივმართავ ყოველთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ვარ მისი გუნდის წარმომადგენელი და მე არ შემიძლია რომ სხვა რომელიმე ადამიანს მივმართო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ. შრომითი უფლებების გაუმჯობესება და ყოველთვის, როდესაც ის იმყოფებოდა სახელმწიფო პოსტზე, ძალიან ეფექტურად და სწრაფად ხდებოდა იმ პრობლემების გადაწყვეტა. ბიძინა ივანიშვილის გარდა გია ვორსკის, ირაკლი ტრიპოლსკის და გია ჟოჟოლიანსაც მიმართეთ ქალბატონო ელისო ღია წერილით. სწორედ ეს მაინტერესებს. ღია წერილი რატომ გახდა? რატომ დაგჭირდა კომუნიკაციის ეს? ქალბატონო მაკას კი ბატონო. გეტყვით ქალბატონო მაკა, ოდნავ ფაქტების ინტერპრეტაციას აქვს ადგილი. მე პარლამენტის ტრიბუნიდან მთხოვე ამ ბატონებს, რომ ისინი წამობძალებულიყვნენ ტყიბულში და ჩემთან ერთად შეხვედროდნენ მეშახტეებს, რადგან ჩვენ ერთობლივად მუშაობდით სწორედ იმ გამოსავლის პოვნაზე, რომლის შესახებაც დღეს განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა. ამიტომ მე ვარ მშვიდად. ეს იყო ის შეღავათები, რომლის შესახებაც ჩვენ ერთობლივად მუშაობდით კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით და მქონდა წინასწარი კონსულტაცია. ბატონმა გიამ, როგორც ვიცი, მე არ მქონდა სხვადასხვა ეთერების ნახვის საშუალება, მაგრამ უკვე განაცხადა, რომ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში არის ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში. ისევე როგორც იმ კომიტეტის თავმჯდომარე მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებით საუბრობ ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი და ბატონი გია ჟორჟოლიანი, მისი მოადგილე. სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი ჩემი მიმართვის ადრესატები და რეალურად დღეს მთავრობამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯით, რომელსაც მე ნამდვილად არ მივიწერ, ძალიან მიხარია, რომ ეს სწორედ მთავრობის ინიციატივა და მე ვიქნები მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი, ერთ-ერთი რიგითი დეპუტატი. გადაწყვიტა ეს პრობლემა, ანუ რეალურად პრობლემა არსებობდა, როგორც გაირკვა და მე დაახლოებით 2 თვეა ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობდი, მაგრამ ჩემ მოთმინების ფიალის ავსება გამოიწვია იმან, რომ
ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვერ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გაფიცვიდან ველოდებოდი გარკვეულ ინფორმაციას, რომ ჩვენ ან ასე გადავწყვეთ, ან ისე გადავწყვეთ ამ საკითხს, ანუ მე მქონოდა რაიმე სათქმელი მუშებთან მიმართებაში, მე კომუნიკაცია მქონდა წინა დღეს, სიმართლე რომ გითხრათ, ესე მგონია, რომ ამ ასაკში პარლამენტში უფრო მეტ წერილებს წერ, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურად, ვიდრე მთელი 18 წლის განმავლობაში ჟურნალისტიკაში ყოფნის დროს. ეს არის წერილების გადაცემა, წერილების გაგზავნა, უპასუხო წერილები, რომლებიც გაიგზავნა ოქტომბერში და ბატონმა გიამ მითხრა ბოლოს, რომ ელისო, იქნებ კიდევ ერთი წერილი მოამზადო. მე მესმის ეს ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთი წერილი მომემზადებინა, მაგრამ იცით რა, როდესაც ხარ უმრავლესობის წარმომადგენელი, შენ უნდა გქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. და ეს გადაწყვეტილება მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც სწორედ ადრესატები და სწორედ ბატონი გიას მოწოდება იყო, რომ მე ეს წერილი მომემზადებინა, მაგრამ ისევ უპასუხოთ, რომ არ დარჩენილიყო, მას მივეც ღია წერილის ფორმა, მივმართე ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომლის მიმართ უღრმესი პატივისცემით ვარ გამსჭვალული. ის პირველად არ ჩარეულა ტყიბულის შახტებთან დაკავშირებულ პრობლემაში და როცა ჩაერია, ყოველთვის პოზიტიური გადაწყვეტილება მივიღეთ და ამჯერადაც ნამდვილად არ გამცრუებია იმედები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადავხადო. მიმართე ბატონ ნოდარ ხადურს, რომელსაც ეს საკითხი უშუალოდ ეხებოდა და მან დღეს წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მომავალ კვირაში შემოვა პარლამენტში და ბატონ გიას მივმართე მხარდაჭერისათვის, როგორც ჩემი ფრაქციის სწორედ გია ჟორჟოლიანი უპასუხებს რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს. ძალიან დიდი მადლობა უკაცრავად. რა მინდა ეს თქვენი გადასაწყვეტია, ძალიან ბევრი დისკუსია იმაზე, რატომ გავაკეთე ეს. უკაცრავად დრო ამოიწურა რამდენიმე წუთი. გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის ძალიან დიდი მადლობა 20 საათის შეკითხვებს. კი ბატონო, ელისო ჩაფიძე პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ და საგადასახადო შეღავათებით უბრუნდებათ მაღაროელებს. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება მთავრობის გადაწყვეტილებით მაღაროელების საგადასახადო შეღავათებით კვლავ ისარგებლებენ, თუმცა გაფიცული მეშახტები აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაში მათთვის ახალი არაფერია. რა იცვლება ტყიბულის მაღაროებში მომუშავე ადამიანებისთვის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო გია, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გია, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მოლაპარაკებები მეშახტეებთან. ისინი ხელფასის მომატებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და ასევე მოითხოვენ რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ მათთან. საინტერესო აპირებთ თუ არა მათთან შეხვედრას? ჩვენ მზად ვართ, რა საკვირველია ყველასთან შეხვედრად. მე არაერთხელ მქონია ასეთი შეხვედრები, მაგრამ ჩვენ შევქმნით შესაბამისი კანონმდებლობა, შევქმნით შესაბამისი ინსტიტუტები, ჩვენ მივიღეთ შრომის კოდექსი, ჩვენ შევქმნით სამმხრივი კომისია. სამმხრივი კომისიას გააჩნია ფუნქცია, ასე ვთქვათ, მისი ფუნქციაა სწორედ ეს მედიაციის, არაუშუალოდ, არამედ მედიაციის განხორციელება ამ ინსტიტუტის მეშვეობით და ჩვენ მე პირადად ბატონ სერგეენკოსაც შევხვდით, ხალბატონ ჯგერენაიასაც შევხვდით, მე იმდენად რამდენადაც აქტიურად ვარ დაინტერესებული ამით, აქტიურად მონაწილეობდი შრომის კოდექსის შექმნაში, გახლავართ იმავდროულად სოციალ-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარე, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მშრომელთა და დასაქმებულთა უფლებებს გასაგებია ბატონო გია, უკაცრავად. გეტყვით თუ გაინტერესებს. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. კი, მაგრამ ხომ უნდა გითხრათ ესე. დიახ. და რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ეს ამ ინსტიტუტმა უნდა განახორციელოს. არ შეიძლება ცალკეულმა ადამიანებმა აკეთონ, რაც არ უნდა მაღალი ავტორიტეტი ჰქონდეთ მათ, ეს ამ ინსტიტუტმა უნდა გააკეთოს. თუ ეს ინსტიტუტი ამას ვერ აკეთებს, მაგრამ მე არ მგონია რომ ვერ აკეთებს, ვფიქრობ რომ აქტიურად ჩაერთო ბატონი სერგეენკოც და ამ სამმხრივი კომისიის წარმომადგენლებიც ამ საქმიანობაში, რაც შეეხება შრომით პირობებს, ეს შრომითი პირობები ნამდვილად მძიმეა, მე აღარ მოუნდები აქ აღწერას, ეს ბევრჯერ იყო უკვე ნაჩვენები და მე მესმის რომ ბიზნესს რაღაც ლოგიკა აქვს, მაგრამ ეს ლოგიკა არ შეიძლება გადიოდეს ისეთ შრომით პირობებზე, რომლებიც ჩვენ ნახეთ. ასე რომ მე მგონია რომ ეს ძალიან სერიოზულად გადასააზრებელი საქმეა და მე მგონია რომ ყველა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სააკაშვილის ეპოქაში, როდესაც მუშები ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ იმითი, რომ თუ მათ ვინმე რაიმე გროშს გადაუგდებდა. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ შევქმნით ეს კანონმდებლობა, შევქმნით ეს ინსტიტუტი და თუ რაიმე გასაუმჯობესებელია და ნამდვილად არის, ეს არის შრომითი უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების მექანიზმი და ინსტიტუტი და ესეც უნდა გავაუმჯობესოთ. ოღონდ ეს არ ხდება
ხდება ცალკეული განცხადებების მეშვეობით, ეს ხდება ინტენსიური და აქტიური მუშაობის მეშვეობით. ბატონ გია, როგორც ელისო ჩაფიძე აცხადებს, მას დააპირდნენ, რომ ტყიბულის საკითხი განიხილებოდა მთის საბჭოს მიერ 2016 წლის 1 აპრილამდე და ტყიბულის რაიონის მაღალმთიან და რთული რელიეფის სოფლების გამონაკლისის წესით მიანიჭებდნენ ამ სტატუსს. ისივე თქმით, ეს დაპირება არ შესრულდა 2015 წლის 14 დეკემბრის ხდომაზე. დაპირდით მას, რომ მთის კანონი ტყიბულზეც გავრცელდებოდა. როგორ უნდა შესრულებულიყო 14 დეკემბერს თუ 1 აპრილს დაპირდნენ 2016 წლისა. საქმე იმაშია, რომ 1 აპრილამდე უნდა შესრულებულიყო. არა, 1 აპრილს ეს ყველაფერი ჩაწერილია, ეს ოქმებია ეგ. მსგავსი რამ დაპირდით თუ არა ელისო ჩაფიძეს. თუ გნებავთ. ისე 2014 დეკემბერს იყო ასეთი წინადადებები და არა მხოლოდ ტყიბულის თაობაზე, ეს წინადადებები საბჭომ გადაწყვიტა, რომ განიხილოს ეს წინადადებები, ეს ზეპირი წინადადებები იყო, მაგრამ იქ მყოფი ადამიანები, მხოლოდ მეც გახლავართ ამ საბჭოს წევრი და ქალბატონი ელისოც, მაგრამ მხოლოდ იქ მყოფი ადამიანები ხომ არ აყენებენ ამ წინადადებებს, არა? ამიტომ ჩვენ მივმართეთ, გადავწყვიტეთ საბჭომ ყველამ ერთად, რომ მიგვემართა მუნიციპალიტეტებისათვის, რომ მათ ასეთი წინადადებებით მოემართათ, დრო ჭირდებოდათ ამ ადამიანებს, მათ დაეგზავნათ წერილები, შეტყობინებები და 280-ზე მეტ დასახლებასთან დაკავშირებით არის ასეთი წინადადებები შემოსული. სამწუხაროდ ტყიბულიდან ეს შემოვიდა ძალიან გვიან, 19 თებერვალს მხოლოდ, მანამდე ასეთი წინადადებები არ შემოსულა. თუმცა როგორც ქალბატონმა ელისომ თქვა, ჩვენ მქონდა კომუნიკაცია და დღეს ქალბატონმა ელისომ თქვა, რომ აი მთავრობის ინიციატივა და რაღაცა, რა თქმა უნდა, მთავრობის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ბატონმა ნოდარმა დღეს განაცხადა ნოდარ ხადურმა, რომ მალე იქნება ინიცირებული ეს კანონპროექტი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებულია, ჩვენ აქტიურად და ინტენსიურად მუშაობთ მთავრობასთან და ამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა 3 დეპუტატმა. ბატონმა გიავოლსკიმ, მე და ბატონმა მირიან ციკლაურმა. ბატონი მირიან ციკლაურიც გახლავთ ასევე მაღალმთიანი რეგიონების ხელშემწყობის საბჭოს, ეროვნული საბჭოს წევრი. ასე რომ ჩვენ მუშაობდით ამ მიმართულებით, ერთი მიმართულებაა ეს მაღალმთიანი რეგიონების კანონში შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს, არამედ ზოგადი რაღაც პრინციპების რეალიზება უნდა იყოს და მეორე შემთხვევა ადამიანები, რომელთაც გაუუარესდათ მდგომარეობა. რის გამო და ადრე იყო შეცდომა დაშვებული, მერე იყო დაშვებული, თუ ასე შემდეგ ამას ამ წუთში დავიდავანებოთ, ამ ადამიანებს ის საგადასახადო შეღავათები, ცვლილება შედის არა მაღალმთიანი რეგიონების კანონმდებლობაში, იქ ვერ შევა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს მივმართეთ და ახლა რომელიღაც მუნიციპალიტეტიდან თუ უფრო ხმამაღლა დაიყვირებენ, ამას ვერ გავაკეთებთ სხვების ხარჯზე, ხო? ამიტომ ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ. რაც შეეხება ტყიბულელ მეშახტეებს, მათი მდგომარეობა მართლაც მძიმეა, მე ვიცი ეს. რაც შეეხება ზოგადად სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც შეეხება იმას, რომ მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ გარკვეული თანხების მობილიზება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სოციალური პირობების გაუმჯობესება, ეს არის დაკავშირებული ძალიან სერიოზულ ცვლილებებთან. მე მინდა რომ ეს ყველა დეპუტატმა გაიაზროს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპაზე, უნდა ვიცოდეთ. ევროპაში არის პროგრესული გადასახადები. დიდრები იხდიან ბევრად მეტს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ნაკლები შემოსავალი აქვთ. მხოლოდ ამის საფუძველზე ხერხდება ის, რომ იქნება ისეთი სოციალური პირობები, სადაც ადამიანებს დაახლოებით თანაბარი პირობები აქვს განვითარებისა. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს ამას. ამიტომ ჩვენ მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამის მომხრე დღეს საქართველოში არ არის. ვიტყოდი რომ ცოტაა. იმიტომ რომ ჩვენთან გაბატონებულია რაღაც მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს აქტიური, ყველაფერს თვითონ დაალაგებს ბიზნესი, აი როგორ ალაგებს ხედავთ რა. ამდენად ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ აქ ყველაფერი წესრიგში არ არის და ფიქრობენ და ლაპარაკობენ ევროპულ წესებზე, ევროპულ წესრიგზე, ევროპულ სახელმწიფოზე, უნდა პროგრამად სახელმწიფოს რომ დაალაგოს მსგავს შემთხვევაში ვითარება. მოგახსენეთ, გითხარით უკვე რა. ესე იგი ევროპული სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლები. ჩვენი ბიუჯეტი არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 29%. ევროპაში საშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტი არის 50%. განვითარებულ ქვეყნებში არის 50%. მაღალი გადასახადებია, დიდრები იხდიან მეტს, ვიდრე ღარიბები. ამის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო შემოსავლები და სახელმწიფო აფინანსებს ძალიან მსხვილ და ძლიერ ეფექტურ სოციალურ პროგრამებს. მათ შორის უმუშევართა დახმარებას, მათ შორის სხვადასხვა შეღავათებს, მათ შორის
მაღალ ხარისხიან ეს რაც შეიძლება საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, ბატონო გია, საქართველოს რომ დაუბრუნდეთ და მაღაროელების პრობლემებს უკაცრავად 2 წუთი მაქვს და უნდა მოვასწრო მაღაროელების პრობლემებს რომ დაუბრუნდეთ. ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ რამდენჯერმე მოგმართათ მან ღია წერილი, თუმცა ეს წერილები რჩებოდა მუდმივად უპასუხოთ და სწორედ მისივე თქმით ამის შემდეგ გადაწყვეტა უკვე წერილის ღიაობა და გასაჯაროება. კიდევ ერთხელ გითხარით, ჩვენ კარგახანია მეთქი მუშაობთ და მივიღეთ ეს და შემოვიტანეთ კანონ პროექტი. მე ბატონმა გიავოლსკიმ და მირიან ციკლაურმა. სხვა წერილი მე ქალბატონი ელისოსგან მე პირადად არ მემიღია, რაც შეეხება საბჭოს, მოგახსენეთ, საბჭო ეს მუშაობა ჩვენ დავიწყეთ, მანამდე ვიდრე გაფიცვა დაიწყებოდა. რაც შეეხება საბჭოს, საბჭო დღესაც იღებს წერილებს და 1 აპრილისათვის მას მზად უნდა კონდეს ამ წინადადების ანალიზი და მოსაზრებები, რომლებსაც შემდეგ ჩვენ მთავრობას წარუდგენთ. ასე რომ თუ გვინდა რომ მართლაც გადავწყვიტოთ პრობლემები და მე ეჭვი არ მეპარება რომ ქალბატონ ელისოს ეს უნდა ძალიან კარგია ეს და ამისათვის საჭირო არის ძალიან ინტენსიური მუშაობა, რა თქმა უნდა, მთავრობა გაგებით მოეკიდა ამას ყველაფერს და ჩვენ ერთობლივად მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ, რა თქმა უნდა, კანონ პროექტის ავტორებმა ეს, რაც გარანტიას იძლევა იმისას, რომ ხარდაჭერილი იქნება ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა, ჩვენი 3 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა, რამდენადაც მთავრობა მას მხარს უჭერს, ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი გაანგარიშებები და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მაინც აი ამ ჩვენი მწირი შესაძლებლობების პირობებში მოვახერხებთ, შევძლებთ და გავაკეთებთ. ბატონო გია, 1 წუთზე ცოტა დრო გრჩება, იქნებ მოასწროთ პასუხისგაცემა შეკითხვაზე, საინტერესოა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული დასახლება, რომ თქვათ მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა შეძლო. ეს ყველაფერი მთის კანონში წერია 1500 მეტრზე ზემოთ მდებარე ყველა დასახლება ექვემდებარება მთის კანონს, ასევე იქ ჩამოთვლილი ისტორიული კუთხეები, რომლებიც მეჩხერად არის დასახლებული, ასევე 800 მეტრზე ზემოთ მდებარე დასახლებები, რომლებიც რიგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მაღალი მიგრაციის დონე, დაბალი, ასე ვთქვათ, სიხშირე, რთული გეოგრაფიული პირობები და ასე შემდეგ. მე მინდა კიდევ ერთი რამ თქვა, ვიდრე დასრულებულა, ჩემის აზრით, რიგი, არ ვიცი, ესე იგი, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აქტიურად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ აი მთის კანონმა რაღაცა იქ ადამიანები დააჩაგრა და ასე შემდეგ, სინამდვილეში ახდენენ მთის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის დისკრედიტაციას. ეს არის ძალიან კარგი კანონი და ეს კანონი მიღებულია იმისათვის, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის შეიქმნას პირობები, რომ ეს ადამიანები დარჩნენ იქ და იცხოვრონ. რაც შეეხება სოციალური პრობლემების გადაწყვეტას საქართველოში, რაც მე ვილაპარაკე, იმის გარდა სხვა მექანიზმი, სხვა წამალი ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია და თუ ვინმე მიცის, რომ ჩვენ გადასახადებს არ გადავიხდით, სახელმწიფოს ფული არ ექნება, მაგრამ ის სოციალურ ხარჯებს გაწევს, საიდან ეს არავინ იცის. ახლა ეს ზღაპრები, რასაც ზოგიერთები ბრძანებენ. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს გია ჟორჟოლიანი პასუხობდა, ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ ზვიად ხელიძის საავტორო რეპორტაჟი. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ლამპრობის დღესასწაული სვანეთში ამ დრომდე განსაკუთრებულად აღინიშნება მამაკაცებს სახლიდან იმდენი ანთებული ლამპარი გამოაქვთ, რამდენი ქუდის დამხურავი და ორსული ქალიც ოჯახშია. 7 წლის უნახავი მამაშვილის შეხვედრა ლამპრობაზე ნახეთ ზვიად ხელიძის, ვახტანგ ლეკიაშვილის და თამარ აქიაშვილის სპეციალურ რეპორტაჟი ჭუბერიდან. ანაჩქვიმიანი ლამპრობის დღესასწაულისთვის აუცილებელ ატრიბუტ ლემზირს ანუ ღვთაების ამ მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურის ცომს და შიგთავს ამზადებს. ოთხმოცდაორი წლის ბებია დარიკო ჭკვიმიანი შვილიშვილის საქმიანობას ყურადღებით აკვირდება. ამას ლემზირს 3 წელს უკეთებ, ხო ესე? 3 წელს უკეთებ. რატო უკეთებ 3 წელს? ღმერთისათვის რატომღაც ჩვენთანაცია. ღუმელის თავზე დაკრულ გულიან პურს ბადის აღმძვრელი სუნიასტის. მისი კვდილი მსურს მხოლოდ ლამაზი და ულამაზო არა. დარიკო ჭკვიმიანი თავის დაწერილ ლექსს გვიკითხავს. ღმერთო მაღალო კმარა, სიკვდილში მაინც გამიმართლე და არ მომკლა ულამაზოდ, არ გამამგზავრო ქვეყნიდან უშნოდ და ულადათოდ.
ღუმელთან დალაგებულ ლამპრებს მეორე შვილიშვილი ბაჭო ჩხვიმიანი დილისთვის ამზადებს. დარიკო ჩხვიმიანი ყვება, რომ ლამპრობის დღესასწაულს ხიბლი ამ დრომდე არ დაუკარგავს და დღესაც ისეთი ლამაზია, როგორც მის ბავშვობაში. ეს იყო ის ლამაზი შეგრძნება, რომ როცა მამაჩემი ამ ლამპარს პირდაპირ ცეცხლზე ანთებდა, ჯერ იქ ტყორცნიდა, რაღაცნაირად ისროდა აქეთ-იქით ანთებულ იმათ, ჯერ ესეც მოგწონდა, მერე მამას რო ეს გაჰქონდა, ძალიან ლამაზი იყო, მთლიანად გაანათებდა, მაშინ შუქი არ იყო ჩვენთან. ლამპრობა ოჯახის უფროსის ვახტანგ ჩხვიმიანის მიერ სახლის წინ გამოტანილი მრჰილ, ანუ გამთენებელი ლამპრით იწყება. აქა-იქ იარაღიდან გასროლის ხმაცისმის და ქუჩაში პირველი ლამპრებიც ჩნდება. ჭუბერის თემის სოფლის ქვემო მარღის მცხოვრებლები მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე წინასწარ შერჩეულ ადგილას იკრიბებიან. ნამზრ მაშედო გვარ ჩოოფიშრელით ფაყაშ მგემ ამსოთ ლიმაშმერდე ჯახრე. ლოცვა მისავალი ყოფილიყოს გამრავლებულიყავით ქუდის დამხურავი კაცი სიბერომდე ყოფილი და სახელოვანი. გამარჯობა. ეს არის ავავს. როდესაც მამაკაცები ყველა ლამპარს მოიტანენ, ლემზირების და რიტუალური დალოცვის დრო მოდის. ჩვენ როგორც ვიცით უფროსებისგან, ეს პირველად წრის შესაშინებელი იყო. რომ ცეცხლი გამოდიოდა, წერ შეეშინდაო და დააბრუნეს უკან. იმის მერე დარჩა ეს ჩვენთან ტრადიცია. აღტაცებული ხარ რაღაცნაირად, მთელი ღამე არ გეზინება, როდის გათენდებაო არ იცი და ესეთი რაღაც. ბავშვობიდან დაწყებული სიბერემდე ყველა სწამს. ძველებიდან გამოდის ლამპრობა. რამდენი კაცია სახლში, კაცი. ქალი არა. იმდენი ლამპარი უნდა გამოიტანო. თემურ ჩხვიმიანის ოჯახში ლემზირები დილით გამოაწყვეს. მის მეუღლეს მანანა ცინდელიანს გულისხმდება, რომ ლამპრობაზე ქალები არ დაიშვებიან. ვიცით რომ არ გვიშვებენ და შეგუებული ვარ პატარაობიდანვე და ახლა ბავშვები იძახიან დედა გავალმე დღეს ქეხვეწები გავალ გადი მეთქი ახლა რა უჭირს რომ გავიდეს მაგრამ მაინც ასეთი ის რო არის თვითონაც ერიდება ახლა არ მიდის არავინ არ არისო Я хавам перемарят ხამე შეგაზგოისკანი ერთგვისკანი შელასკარისკა ლემზირების დალოცვა დაწყებული არ იყო, რომ ქვემო მარღელების ლამპრების კოცონთან მათი თანასოფლელი მალხაზ ჩხეტიანი გამოჩნდა. 42 წლის მალხაზ ჩხეტიანი ბოლოს საქართველოში 7 წლის წინ იმყოფებოდა. მამა გილოსავ ლამპრობას. მამას შეუპირდი რომ ლამპრობაზე მეთქი წელს ჩამოვალ შენთან. გერმანიიდან 3 დღე, 3 სუტკა უძინარი, უჭმელი, ჩემთვის თავარი იყო თქვენთან ყოფნა დღეს და მაგისთვის გავაკეთე ეგა, რომ ჩვენ სიყვარულში ყოფილიყავით დღეს და ლამპრობისთვის მომესწრო. მადლი შეგეწიოს. ემოციური შეხვედრის შემდეგ ქვემო მარღელმა უხუცესებმა ლემზირები დალოცეს. ლამპრობის დღესასწაულში პირველად მონაწილეობს 7 წლის ლუკა ჩხეტიანი. უთენია გაგუძებულ ლუკას მოშივდა და მამა ლემზირს ცეცხლზე უთმობს. ლამპრობა მომწონს, კარგია და მიხარია რომ ლამპრობას დავესწარი. დალოცვის შემდეგ კოცონთან ლხინი ხურდება, რომლის დროსაც ადგილობრივების თქმით, მოსისხლე მტრებიც კი ვალდებულები არიან ლამპრობაზე დაწესებული სამშვიდობო შეთანხმება დაიცვან. ჭუბერსა და დანარჩენ საქართველოში გასულ კვირას ლამპრები წმინდა გიორგის სახელზე დაინთო. ასეთი იყო 25 თებერვლის 2030 რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ 2030-ის ოფიციალურ გვერდზე 2030 წერტილი ნიუს მე მაგაცინცაძე ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.